იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული და ზუსტად იგივე ხელი მართავს ამ პროცესებს, ვინც მართავდა მანამდე რევოლუციურ პროცესებს. თავიდან შემოიყვანეს სენაზე ლელო, მას დააწყებინეს კამპანია ამ უპრეცედენტო და უნაკლო ინვესტიციის წინააღმდეგ. შემდეგ თანდათანობით გაწიეს გვერდით ლელო და გადააბარეს ეს კამპანია ალტინფოს, პატრიოტ ალიანს, ნაცების ახალგაზრდულ ფრთას, ამ შაბნელ ძალებს ერთიანად რო შევაჭამოთ, ხო? ის პროექტი, რომელიც არის მართლა უპრეცედენტო და რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებული წვლის შეტანა, წარმოიჩინათ ნეგატიურად, გარკვეულწილად ეს შეძლეს. მოდი დავიწყოთ ჯერ იქიდან, რომ ეს საკითხი ლელოს არ გაუჟღერებია, ეს საკითხი პირველად ჩვენ გავაჟღერეთ 2025 წლის იანვრის თვეში, როდესაც მათ შორის კობახიძე თავად იმყოფებოდა გაერთიანებულ ემირატებში და პირველად გაჟღერდა ეს ინფორმაცია, რომ ეს ბურჯ ხალიფა რო გაანათეს? რო გაანათეს, ხო გახსოვს, აი ზუსტად იმ მომენტიდან დაწყებული ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ, ჩვენ ეჭვებს გამოვთქვამდით, რომ სავარაუდოდ აქ აპირებენ კორპუსების და დასახლებების აშენება, სადაც მე კომპაქტურად უნდა ჩაასახლონ უცხოელები. იქ თავიდან ამბობდნენ, რომ ჩვენ რაღაცებს ვიგონებთ, არავინ არ აპირებს კორპუსების აშენებას, თურმე რაღაც ინფრასტრუქტურული ობიექტები უნდა აშენდეს 6 მილიარდი დოლარის ღირებულების, ოღონდ არ ვიცით, ეგ არ დააყოვნეს, ანუ ეგ არ ის სხვადასხვა მთელი ამ პროცესის ქრონოლოგიას დავაკვირდეთ, ხელისუფლება თავიდან რაღაც ჯერ ესე რაღაცას უარყოფდა, მერე უწევდა აღიარება, მაგრამ ძალიან ისე აი ესე ტყუილნარევი ფორმით, აი როგორც მაგალითად 100,000 დოლარის ხონების შემთხვევაში, რომ ბინადრობის ნებართვას იღებს, ეგ რა ფორმითაც აღიარა კობახიძემ ამ რამდენიმე კვირის წინ პარლამენტს თქვა, რომ იღებენო, მაგრამო ესო არისო 6 თვიდან 1 წლამდე. ანუ იქაც მოიტყუა, მე რო ჩაურებრივად აგრძელებენ და პრობლემა არ არის, ეგ არ თქვა. ანუ ნაბიჯ აღიარა ბევრი რამ, მაგრამ მაინც საიდუმლო რჩება ეს ხელშეკრულება. აი ქრონოლოგიურად რო გავყვეთ, თავიდან ამბობდნენ, რომ არანაირი მულტიფუნქციური ნაგებობები, დასახლებული პუნქტები არ უნდა აშენდეს. იქნება რაღაცა გაურკვეველი ინფრასტრუქტურული ობიექტები, რაღაც სასტუმროები, ეგრე ასაღებდნენ. როდესაც მე ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ არ დაიჯეროთ ხალხო არანაირი ინფრასტრუქტურული ობიექტები, არანაირი სასტუმროები, რა 6 მილიარდი დოლარის რა სასტუმრო უნდა აშენდეს, რა სისულელე, ხო, ან რამდენი უნდა აშენდეს. საუბარია კორპუსებზე, აი სახლებზე, სადაც მე ამ სივრცეებს, ანუ ფართებს მე მიყიდიან უცხოელებს. მე როდესაც იმ მოხამედ ალაბარმა აღიარა, რომ უცხოელებს მიყიდიან მაგ დასახლებულ პუნქტებში და მაგ ქალაქებში ფართებს და პროცენტული მაჩვენებელიც კი დაასახელა, 60% გაიყიდება უცხოელებზე. მერე დაიწყეს, რომ არა 60% ეგ ისე თქვა სინამდვილეში უმრავლესობა ქართველები იქნებიან. მერე ესეც რო არ გამოვიდა, დაიწყეს, რომ ეს ცნობილი ის ხაინდრავას და ის უცნობის გამოთქმები, რომ პარიზიც ეგრე გაიყიდა, კაცო, მთელი პარიზი თურმე უცხოელების ხელშია და ეგრე შეიძლება იმის თბილისის ემირის დროსაც არაბები იყვნენ აქ, მაგრამ გადავრჩით. აი ეგეთ ნარატივზე გადავიდნენ, სადი ეს თლად კატასტროფული პროპაგანდა იყო, ამანაც რო არ იმუშავა, მერე გადავიდნენ ღია რაღაც შეტევაზე გადმოვიდნენ, აი პირდაპირ აგრესიული ფორმით. ალბათ იფიქრეს, რომ თავი რატო ვიმართლოთ, მოდი შევუტიოთ და რაღაცები მოუგონოთ. დაიწყეს ჯერ საუბარი იმით, რომ რაღაც თურმე deep state-მა მოგვისყიდა, ანუ ჩვენ მოგვისყიდა თურმე deep state-მა. საქართველოს კონსერვატორები წლების განმავლობაში, რომ ეგრეთ წოდებულ deep state-ზე საუბრობთ, ხელისუფლება რომ თვითონ იყო deep state-ის სამსახურში, თვითონ რო იყო deep state-ის თავარი წარმომადგენელი, ყველა სურვილს, ყველა დირექტივებს რო უსრულებდა იმ პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენ deep state-ზე ვსაუბრობდით, ვისაც ესენი deep state-ს ეძახიან, ნუ სინამდვილეში ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი ადმინისტრაციაზეა საუბარი, ხო? ჯო ბაიდენი იყო მაშინ პრეზიდენტი. შესაბამისად, ამანაც ახლა ცხადია, ვერ იმუშავა ახლა მე მესმის, რომ ხელისუფლების მხარეს არის ფული, რესურსი, მედია, მაგრამ აბსურდს საერთოდ უარგუმენტო აბსურდს
ვერ გააправებ, ვერ გაამართლებ, რაც არ უნდა შენ ბევრი ფული და ძალისხმევა ჩადო ამაში. და ამანაც ვერ იმუშავა, ცხადია ხა ვინ დაიჯერებს იმაზე, რომ ჩვენ რა deep state-ი გვაფინანსებს და მერე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ აი რაღაცა თურმე ნაცებს შევეკარით ჩვენ. ესა უკვე ბოლო პროპაგანდის ბოლო ეტაპი. რაც ასევე აბსურდულია, ხო, ნაცებს რატო უნდა შეეკრა? აი რა ლოგიკით უნდა შევეკრა ჩვენ ნაცებს? ყოველთვის ნაცებს ვაკრიტიკებდით. 2012 წლიდან მოყოლებული სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ნაციონალური მოძრაობის და მაგ მართლობის წინააღმდეგ ვიყავით. ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით კოჰაბიტაციის გამო. ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით, რომ თვითონ ჩაიხუტა ნაცები და ვინც კი ყველაზე ოდიოზური ფიგურები ყავდა, თვითონ ჩაიყენა სამსახურში, პროკურატურა გატენა, სასამართლო გატენა, რაცო პირდაპირ სპიკერები ვინც ყავთ, ძალიან ბევრი იყო მაშინ ნაციონალურ მოძრაობაში. ამიტომ ცხადია ხა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა პრაქტიკულად მკვდარია უკვე, პულსი რო არ ესინჯება, ნაციონალური მოძრაობა არის უკვე წარსული. ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს და ვერასოდეს ვერ აღსდგება, მორჩა. ეგ ისტორიის ეგ ფურცელი უკვე გადაშლილია ნაციონალური მოძრაობას ვეღარ გააცოცხლებ უკვე მე მესმის რომ ხელისუფლებისთვის ეს იარლიყების მიწებება რაღაცა ნაცების საფრთხობელად გამოყენება კომფორტულია და 13 წელი ამაზე მოძრაობა კომისია ხო შექმნეს წულუკიანის სადაც თურმე ნაცებს ასამართლებდნენ და ამ ეხა ისევ ნაცების გამოყენებით რომ აი ვინც მათ წინააღმდეგ არის ვინც შეკითხვებს ვამს უბრალოდ უკვე ნაც რო ეძახიან აი მაგ ჩვენც რო ნაცი დაგვიძახეს რომ ესენიო ნაცები არიან ეგ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ არანაირი ნაცებს ვერ ენევიან ანუ არანაირად ვერ წარმოუდგენიათ დავიანთი პოლიტიკური არსებობა ნაცების გარეშე. ნაცები ისევ აქტუალური თემაა ქოცების დღის წესრიგში. ბოლო წვეთამდე ამოწურავენ ნაციონალურ მოძრაობას. სანამ ჯერ კიდევ რაღაცა ელემენტარული პოლიტიკური კაპიტალის გამოყენება იქნება შესაძლებელი ნაცებისგან. სანამ ერთ ადამიანს თუნდაც მაგის ეშინი. კი, მაგას გამოიყენებენ ბოლომდე. მაგიტომაც ინახავდნენ, კაცო, ბალზამირება გაუკეთეს ნაციონალურ მოძრაობას. შეგნებულად შეინარჩუნეს ამდენი წელი, შეგნებულად შეინახეს იმისთვის, რომ ეს ბუა ყოლოდათ და ეხლა ცდილობენ ჩვენს წინააღმდეგ. აი, როგორ რაღაცა იცით? აი, მაგალითად, ლელოს წინააღმდეგ, რაღაცა სხვა პოლიტიკური ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც პროდასავლურ პოლიტიკურ ასპარეზზე პაექრობენ. იქ კიდე რაღაცა შეიძლება აი იქაც არ ამგონია რომ ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრია და ნაცები მართავენ, მაგრამ აი რაღაცა ლოგიკური ჯაჭვი შეგიძლია ააწყო, ხო ასე აი რაღაც პროდასალური ფლანგია, ყველას რაღაც პერიოდში აფინანსებდა deep state-ი, ყველას ხდებოდა რაღაცა ყოფილი ამერიკის ელჩი, რაღაც კოორდინაცია არსებობდა, ყველას იწვევდნენ TV პირველის ეთერში, ფორმულას ეთერში, სანამ თავარია იყო, თავარიას ეთერში და ნუ გასაგებია რაღაც პოლიტიკური კოორდინაცია იყო მათ შორის. და შესაბამისად შეიძლება შენ მაგალითად ლელოზე თქვა რომ თქვენც ნაცები ხართ. მიუხედავად იმისა, არ ამგონია რომ ლელო ნაცები იყონ. მაგრამ ნუ შეიძლება რაღაცა ასოციაცია საზოგადოებაში გააჩინო. იმიტომ რომ რაღაც გადაკვეთის წერტილები არის, მეტნაკლებად ერთი და იგივე იდეოლოგიური ხაზია გამოცხადებული ამ ორივე პოლიტიკურ გუნდისგან, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ჩვენთან ჯერთი საერთოდ სხვა თაობა ვართ, კაცო. საერთოდ სხვა თაობის ხალხი ვართ. აცები რომ მართლობაში იყვნენ, რა ვიცი, სკოლაში დავდიოდი ესენი რომ მოვიდნენ, მაშინ სტუდენტი ვიყავი, ანუ საერთოდ თავრობაში არც ერთ თანამდებობაზე არასოდეს არ ყოფილვარ. ანუ რა შუაში ვარ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან. ვინმე საქართველოში დადის, ვისაც აი ამ ბოდვის ჯერა. ეხლა მე უფრო ეს გასაგებია ხა ეს ამას ჩემი აზრით ზედმეტი ახსნაც არ ჭირდება, იმდენად აბსურდული ბრალდებებია, მაგრამ მოდი ეხლა ჩვენ ცოტა უფრო შინაარსობრივად შევეხოთ პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებებს. ანუ რატო არის ეს ადამიანი იძულებული 2 დღე ილაპარაკოს ჩვენზე? სხვადასხვა ეთერებში.